რა ნიშნით ირჩევს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ასოციაციის წევრებს და რატომ არ აძლევს ზაზა ხატიაშვილი ყოფილ საჯარო მოხელეებს ასოციაციაში გაწევრიანების საშუალებას. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი ონიანმა ისაუბრა. ონიანმა, რომელმაც პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა ჯერ კიდევ 2004 წელს ჩააბარა და მას შემდეგ სხვადასხვა საჯარო სექტორში არაერთ თანამდებობაზე მუშაობდა, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელისგან ასოციაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უარი მიიღო. ონიანი ამბობს, რომ ხატიაშვილმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს პროკურატურაში ნამუშევარი პირებისთვის დღეს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანება ყოვლად დაუშვებელია. ეს არაფერია გარდა პოლიტიკური განცხადებისა და ზეწოლისა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ გადაწყვეტილებით, ამ პიროვნული გადაწყვეტილებით და მისი პიროვნული აზრიდან გამომდინარე გადაწყვეტილებით ირღვევა ჩემი შრომითი უფლებები და გარდა ამისა ირღვევა იმ ადამიანების დაცვის უფლება, ვის დაცვასაც მე ადვოკატობის პერიოდში ვაპირებ რომ განვახორციელო.